ეთერშია ქრონიკის სპეციალური გამოშვება ამ წუთების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. გამარჯობა, მოგესალმებით. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება 4 ოქტომბრის ცნობილი დანაშაულებრივი მოვლენების პარალელურად დიდი ოდენობით იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა შენახვის ფაქტს, რომელშიც იმხილება ბრალდებული ბექა ჭულუხაძე. ხოლო გამოძიება მუშაობს როგორც ამ ფაქტის კავშირზე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საქმესთან, ასევე დანაშაულში ბაჩანა ახალაიას, ლაშა შერგელაშვილის და სხვა პირთა შესაძლო თანამონაწილეობაზე. საქმეზე ჩატარებულია მრავალი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ჩვენ შევძველით უტყუარობის მაღალი სტანდარტით, წუთებისა და წამების სიზუსტით, ინტერნეტ ტრაფიკის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით დაგვიდგინა ორ პირს შორის მობილური ტელეფონების ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით შემდგარი სატელეფონო ინტერნეტ კავშირი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ამოღებული ინფორმაციის სპეციალისტების მიერ დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების დროს აღნიშნულ მოვლენებს ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით ხელმძღვანელობდა და საქართველოში მისი მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩანა ახალაია. საზოგადოებისთვის უფრო გასაგები რომ იყოს, დეტალურად შეგვიძლია განმარტოთ, რომ 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების აც უკვე ბრალდებულ ორგანიზატორებთან, მათი ინტერნეტ აპლიკაციებისა და ანა ნადარეიშვილის IP, ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული Wi-Fi-ის მისამართებს შორის, რომელიც მის ამჟამინდელ საცხოვრებელ მისამართზეა რეგისტრირებული, 2025 წლის 28 სექტემბრის 21 საათიდან მათ დაკავებამდე შედგა არაერთი სატელეფონო ინტერნეტ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით. კერძოდ, ჯამში ფიქსირდება 353 შემდგარი ინტერნეტ სესია, მათ შორის მურთაზ ოდელავასთან 157 ჯერ, პაატა ბურჯულაძესთან 110 ჯერ, პაატა მანჯგალაძესთან 29 ჯერ, ლაშა ბერიძესთან 26 ჯერ, ირაკლი ნადირაძესთან 21 ჯერ. ამასთან ხსენებული პირების მიერ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მასშტაბის დანაშაულის ორგანიზების პარალელურად მურთაზ ოდელავასა და ბაჩანა ახალაიას მეუღლის ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართს შორის ინტერნეტ კონტაქტი უშუალოდ 4 ოქტომბერს დღის განმავლობაში შედგა რამდენიმეჯერ. კერძოდ 10 საათსა და 20 წუთზე, 11 საათსა და 35 წუთზე, 11 საათსა და 57 წუთზე, 16 საათსა და 2 წუთზე. მოცემულ შემთხვევაში საყურადღებოა, რომ ინტერნეტ კონტაქტიდან 4 წუთში მომიტინგეებმა დაიწყეს მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. შემდეგ ინტერნეტ სესიები ფიქსირდება 17 საათსა და 51 წუთზე, 18 საათსა და 6 წუთზე, რაც ძალიან საყურადღებოა და შესაბამისი დასკვნის გამოტანის მყარ საფუძველს იძლევა. 4 ოქტომბერს ბოლო კავშირი მურთაზ ოდელავას ანა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებულ IP მისამართზე განხორციელებული აქვს მისი და პაატა ბურჯულაძის ძალადობრივი მოწოდებებით გამოსვლამდე 9 წუთით ადრე, 18 საათზე, 44 წუთსა და 11 წამზე. იმავე დღეს ფიქსირდება პაატა ბურჯულაძის ორი სატელეფონო ინტერნეტ კონტაქტი ანა ნადარეიშვილზე რეგისტრირებულ IP მისამართზე. პირველი 9 საათსა და 21 წუთზე, მეორე 17 საათსა და 14 წუთზე. რაც შეეხება ლაშა ბერიძეს. მას ბაჩანა ახალაიასთან 4 ოქტომბერს დღისით სატელეფონო ინტერნეტ კავშირი ჰქონდა 10 საათსა და 39 წუთზე, 19 საათსა და 20 წუთზე, 19 საათსა და 21 წუთზე, 19 საათსა და 29 წუთზე, 19 საათსა და 32 წუთზე, 19 საათსა და 34 წუთზე, 19 საათსა და 41 წუთზე. ამ შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ მოცემული ინტერნეტ კონტაქტები ემთხვევა პრეზიდენტის სასახლის შენობაზე ძალადობრივი იერიში დაწყების
შემდგომ პერიოდს და განსაკუთრებით საყურადღებოა იმითაც, რომ ლაშა ბერიძე ამ დროს იმყოფებოდა პრეზიდენტის სასახლესთან და შესაბამისად დირექტივებს ბაჩანა ახალაიასგან იღებდა. ძალიან მნიშვნელოვანი ერთი გარემოებაც მას შემდეგ, რაც სხვადასხვა წყაროებიდან დაიწყო ჩანაწერის გავრცელება, რომელიც სავარაუდოდ ასახავდა ბაჩანა ახალაიასა და პაატა ბურჯულაძეს შორის შემდგარ საუბარს ხელისუფლების დამხობის თაობაზე, შეიცვალა მურთაზ ზოდელავასთან კომუნიკაციის ფორმა, რის შემდეგაც აქტიური ინტერნეტ კავშირი ფიქსირდება მასსა და მოქალაქე ზვიად გაგუას მობილური ტელეფონის ინტერნეტ აპლიკაციებს შორის. 4 ოქტომბრის პირველი ასეთი კავშირი ინტერნეტ აპლიკაციით 20 საათსა და 12 წუთზე, ხოლო შემდეგი კავშირი 21 საათსა და 9 წუთზე, 21 საათსა და 15 წუთზე, 21 საათსა და 23 წუთსა და 22 საათსა და 8 წუთზე შედგა. გაგუა ისევე როგორც ბაჩანა ახალაია და ანა ნადარეიშვილი დაკითხულები არიან გამოძიების მიერ და სამივე მათგანი ადასტურებს, რომ ზვიად გაგუა არის ახალაიების ოჯახის ახლობელი და ცხოვრობს მათთან სახლში. ამ შემთხვევაში დასაბუთებულია ვარაუდი, რომ სატელეფონო ინტერნეტ კავშირი არა მურთაზ ზოდელავასა და ზვიად გაგუას შორის, არამედ ის რეალურად მურთაზ ზოდელავასა და ბაჩანა ახალაიას შორის შედგა. ამ ინტერნეტ კავშირებიდან ყურადსაღებია ზოდელავასა და გაგუას მობილური აპლიკაციების კავშირი 20 საათსა და 12 წუთსა და 23 წამზე, საიდანაც 3 წუთში მურთაზ ზოდელავა კვლავ დაუბრუნდა სცენას, წარადგინა ახალი გეგმა და მომიტინგეებს მოუწოდა დაძრულიყვნენ ქართული ოცნების ცენტრალური ოფისისკენ. როგორც ხედავთ, მოპოვებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, უტყუარად დასტურდება 4 ოქტომბრის დანაშაულებრივი მოვლენების მთავარი ორგანიზატორის ვინაობა საქართველოში. შესაბამისად, ჩვენ მიერ დაკავებულია ბაჩანა ახალაია, დაკავებული და სისხლის სამართლის საქმე, სხვა სისხლის სამართლის საქმესთან გასაერთიანებლად, ქვემდებარეობით ბრალის წარსადგენად და შემდგომი გამოძიების ჩატარების მიზნით გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს. რაც შეეხება ბაჩანა ახალაიასთან ერთად დაკავებულ ანა ნადარეიშვილს. მიღებულია გადაწყვეტილება მისი დაკავებიდან გათავისუფლების შესახებ და გამოძიება მომავალში არსებული თუ სხვა ახალი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელებს იღებდა თუ არა რაიმე ფორმით ისიც მონაწილეობას მის მეუღლესთან ერთად ჩადენილ დანაშაულში. ანა ნადარეიშვილის მიმართ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის მიუხედავად, რომ ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე, მათ შორის მას ჰქონდა შესაძლებლობა ეპასუხა კითხვაზე, მხოლოდ ის კონტაქტობდა დანაშაულის სხვა ორგანიზატორებთან, თუ ამაში ჩართული იყო მისი მეუღლე ანა ნადარეიშვილიც, რითაც თავადაც არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენაში მისი მეუღლის თანამონაწილეობა. მადლობა ყურადღებისთვის. ეს ხო პირდაპირ ჩართვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ბრიფინგი მიეძღვნა 4 ოქტომბრის საქმეს და როგორც მოვისმინეთ, დაკავებული არის ბაჩანა ახალაია. 23 საათზე კი თქვენ გელით იმედი ლაივი, სადაც გადაცემის სტუმარი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. მე გემშვიდობებით ნაყოფს.